Is that? That's Jackie. Jackie? What is he doing here? ვიღაცას ჩემთვის რო ეთქვა ერთი 15 წლის წინ რომ შენ იქნები ჯეკი ჩანის ჯგუფის წევრი, ოჯახის წევრი, ასევე ითამაშებ ჯეკი ჩანის ფილმში, ასევე როგორც მთავარ როლს, ალბათ არ დავიჯერებთ. Is that really you? Yeah, I'm Jackie. Where is the baby panda? Panda. ძალიან მიყვარდა კუნგ-ფუს ფილმების ყურება, ჯეკი ჩანი, ბრუს ლი, დონი ენი და ასე შემდეგ. ხო და ნუ ჩემთვის დავიწყე იქ რაღაც ვარჯიშები, რაღაც ფეხების ქნება ხელების და დედაჩემმა შეამჩნია გაიგო ამ ადგილის შესახებ, აქ რა ვარჯიშებდნენ უშუს, იმენა ჩინურ ორთაბრძოლებს და მომიყვანა ერთხელ აქ სავარჯიშოდ. აქ ჩამოყალიბდა ჩვენი ოცნებები და მე პირადად ამ ფილმების ყურები და თვითონაც რო ვარჯიშობდი და გამომდიოდა ძალიან მინდოდა ფილმებში მოხვედრა როგორც კუნგ-ფუ ვარსკვლავი გამختارიყო. წარმოვიდგინეთ, აი ბოლოდან დაწყებული აი სადღაც აქამდე, ხო, სულ ბავშვებით იყო, სულ მოსწავლეებით იყო სავსე, სამ ჯგუფად გაყოფილი. მიდიოდა ეს კუნგ-ფუს ვარჯიშები. აი ესე უნდა მდგარიყავით ძალიან დიდი ხანი, არც დაბლა, არც მაღლა, არც მუხლების დადება არ შეიძლებოდა. აი ესე ვიდექით და წარმოვიდგინეთ, რამდენი ბავშვები, რამდენი მოსწავლე, ხო? პირველიდან დაწყებული ნელა ყველა ითვლის 20-მდე, 1, 2, 3 და ესე შემდეგ და ესე უნდა მდგარიყავი. თუ დაიღლებოდი, ჩამოვდგავდი ფეხებს ან რაღაცა, მაშინ მოგხვდებოდა ჯოხი. რომ აესე, მაგრამ რომ მოუჩებოდით ხოლმე მე რო დგებოდით აესე, აქ სულ ისენი იყო, ეს ამას ხო ხედავთ როგორი პატერნი აქვს ეს ზოლები, სულ შესული იყო შეგნით კანში და მუშტებს ვეღარ შლიდით ხოლმე. ერთი დრო ქონდა მოწვევა იტალიიდან ამ სოფლიო ჩემპიონატზე უშუში, ჩინურ ორთაბრძოლებში. და ვერანაირად ფული მაგ დროს ხა ოჯახებს ყველას უმჭირდა და ძალიან თუცული დრო რო იყო და ვერც სპონსორები ვერ ვიპოვეთ ვერავინ და ჩაიშალა ეს საქმე და ნუ ბევრი ფაქტორი იყო რა თქმა უნდა და გადავწყვიტე წავსულიყავი ამერიკაში და იქ რაღაცა შემექმნა. პირველი სამუშაო ნიუ-იორკში ვიდექი, ჩელსიში, სარეკლამო ფურცლებს ვარიგებდი. ეგ იყო ჩემი პირველი სამუშაო. მე რესტორნებში მუშაობდი როგორც დიშვოშერი, ჭურჭლის ფრესხავი. მაგრამ ერთი რამე არ დამინებებია ეს ვარჯიში. ყოველთვის ვარჯიშობდი. ისე მოხდა რომ 2013-ში შევხვდი დონიენთ. მაგასთან საუბრის შემდეგ, ხო, მთელი ღამე არ მეძინა, ფიქრობდი, მეთქი რას ვაკეთებ ნიუ-იორკში, გავგუგლე დონიენის საცხოვრობს ჰონკონგში, ჯეკი ჩანი სად არის პეკინში, მე ნიუ-იორკში ვარ. ხო და მაგის მერე ალბათ ერთ კვირაში უკვე დავტოვე ყველაფერი და ჩავედი გონკონგში. არავის არ ვიცნობდი იქ და დავიწყე ყველაფერი იქიდანაც ახლიდან ხალხის გაცნობა. დღესდღეობით ეს უფრო ადვილია, იმიტომ რომ გვაქვს Facebook-ი, Instagram-ი და ეს ადვილია ხალხის მოძებნა. მომიწვიეს ორ ფილმზე. ერთი იყო სამოჰონგი. მაგისი ფილმი იყო და იყო როლი. ჩხუბი და დიალოგებიც თვითონ მთავარ გმირთან. და მეორე ვარიანტი იყო ჯეკი ჩანის ფილმი Dragon Blade, სადაც უბრალოდ კასკადიორი იყო, არანაირი როლი, შეიძლება არც გამოჩნდა. როლი რა თქმა უნდა ეხლა მსახიობის მithumetes ძალიან უკეთესი, ყველა იმას აირჩევდა, მაგრამ მე რატომღაც მიგძნო გულმა და ავირჩიე ჯეკი ჩანის ფილმი. და ეგ იყო მე ჩემი პირველი ჯეკი ჩანის ფილმი, მან პირველად დავინახე ჯეკი ჩანი. ამ ფილმზე რომ დავამთავრე მუშაობა, მეორე დღესვე გამომიძახეს callback ჰონკონგში. ჰონკონგში კესტინგზე გავიცანი ჯეკი ჩანის action director-ი უგანგ და რენი ჰარლინი skip trace-ზე ვიზახე ფილმზე. Whatever what the changes will be, our business will stay same, esse. Comprende? მე მეორეს მესამე დაემატა და სადღაც მეოთხე ფილმზე ოფიციალურად ამიყვანეს როგორც ჯეკი ჩანის ჩვენ პრინციპში გუნდს არ ვეჯახით, ჩვენ ეძახით ოჯახს. ჯეკი არის უნიკალური პიროვნება. ძალიან თავმდაბალი, უბრალო ადამიანია. უყვები ხოლმე საქართველოზე, ბევრ რამეს.
უხსნი რომ ჩვენს ძალიან ძველი, ძალიან დიდი კულტურა გვაქვს როგორც ჩინეთს, ძალიან დიდი ისტორიით, ასევე უხსნი განსხვავებას საბჭოთა კავშირი ბევრს ჩინეთში წარმოუდგენელი საბჭოთა კავშირი როგორც ყველანი რუსები არიან. მე კიდე უხსნი არა ჩვენ ჩვენი ენა გვაქვს, ჩვენი კულტურა, ძალიან განსხვავებული ხალხი ვართ. საქართველოში ყოველთვის მიწევდა გული და მინდოდა რომ აქ რაღაცა ამეწყო და მეტ-უმეტეს ახლა მაქვს მაგის საშუალება მე ვფიქრობ და შემიძლია რაღაცა გავაკეთო და ამიტომ გადავწყვიტე აქ ჩამოვიდე რაღაცა ბაზა გავხსნა ჩემი production company, ჩემი კასკადიორების ჯგუფი. მე მაინც ახლა სადაც არ უნდა წავიდე, სადაც არ უნდა ვიყო, მაინც ქართველი ვარ და მაინც გული აქეთ მიწევს. როდესაც არ დავნებებულა. უნდა მიეწერ ქედით. ერთი ცხოვრება გაქვს. უნდა გაეკიდო შენს ოცნებებს და გამოგივა რაღაცა.